რა ნომრით ითამაშებენ კვარაცხელია და მიქაუტაძე? რას ამბობენ ნაპოლის ყოფილი ფეხბურთელები ქართველზე? რომელ კლუბთან არის ახლოს გიორგი ქოჩორაშვილი და რა უთხრა ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა პარგაძეს და მის თანაგუნდელებს? ამ და სხვა საინტერესო სიახლეებისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. დავიწყოთ პარიზის ოლიმპიადით, რომლის დაწყებამდეც რამდენიმე დღე დარჩა. ქართველი სპორტსმენების ნაწილი უკვე საფრანგეთშია. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს კი უკვე ესაუბრა ქართველი მოფარიკავე და შეჯიბრის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი სანდრო ბაზაძე, რომელმაც მის მიზნებზე ისაუბრა. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ ერთ ოლიმპიადაზე მივდივარ. ჩემი კარიერა კარგად მიდის და ამით ამაყი ვარ. იმედი მაქვს, რომ სეზონს პირველ ნომრად დავასრულებ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პარიზის ოლიმპიადას მოვიგებ. წინა ოლიმპიურ თამაშებზე მედლის გარეშე დარჩენა ძალიან მტკივნეული იყო, რადგანაც ვფიქრობდი, რომ ამისთვის მზად ვიყავი. თუმცა ტოკიოს შემდეგ საგრძნობლად გავიზარდე. უფრო ძლიერი გავხდი და ფსიქოლოგიურადაც უკეთ ვარ მომზადებული. ბოლო 3 წლის განმავლობაში რეიტინგის სათავეში ვიყავი და შედეგიანი სეზონები მქონდა. ამიტომაც ახლა დროა ოლიმპიადის მედალიც მოვიგო და ჩემს თავს დაუმტკიცო, რომ ამას ვიმსახურებ. თამაშების დაწყებას მოუთმელად ველი, რადგანაც ამისთვის დიდი ხანი ვემზადებოდი. უბრალოდ მინდა ჩავიდე, იქაური ატმოსფერო შევიგრძნო და მსოფლიოს ვაჩვენო სინამდვილეში ვინ ვარ. იმედი მაქვს ყველაფერი ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის სასიკეთოდ დასრულდება. შეგახსენებთ, რომ 30 წლის სანდრო ბაზაძე პარიზში მისთვის მესამე ოლიმპიადაზე გამოვა. 2016 წელს რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ის მე-13 ადგილზე გავიდა. 2020 წელს კი ტოკიოში მე-4 პოზიცია დაიკავა. სანდრომ 2022-23 წლების ევროპის ჩემპიონატებიც მოიგო. 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ვერცხლის medali მოიპოვა. წარმატებები უსურვოთ სანდროსაც და სხვა ქართულ სპორტსმენებსაც პარიზის ოლიმპიადაზე. აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა სპორტული გამოცემების აზრით საქართველოს ოლიმპიადაზე 7 მედლის აღება შეძლებს და აქედან 3 ოქროსი იქნება. თქვენ რას ფიქრობთ, რამდენი ოქროს მედლის მოპოვება შეძლებს საქართველოს? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი გეტყვით, რომ ცნობილმა სარაგბო პორტალმა პლანეტა რაგბიმ აკაკი ტაბუცაძე კვირის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ალბათ ძალიან რთული დასავიწყებელია, მაგრამ მაინც თუ ვინმე ჯერ კიდევ არ იცით, გეტყვით, რომ 26 წლის ქართველ გარემარბს ავსტრალიასთან გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა. ტაბუცაძემ 2 ლელო დადო, მათ შორის 1 დაახლოებით 100 მეტრიანი გაქცევის შედეგად. მართალია საქართველოს ნაკრებმა ავსტრალიაში 29-40 წააგო, თუმცა სანახაობრივი რაგბის ჩვენების წყალობით მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. დაუბრუნდეთ ფეხბურთს და გეტყვით, რომ იტალიის სერიას ახალი სეზონის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება. მიუხედავად არაერთი ჯორისა, დიდი ალბათობით ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო სეზონშიც ნაპოლის ფეხბურთელი იქნება. აქვე გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა ახალ სეზონში 77-ის ნაცვლად 7 ნომრიანი მაისურით ითამაშებდა. თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამის შესახებ რამდენიმე გავლენიანი იტალიური გამოცემა წერს. ჩემი პირადი აზრია, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება. მიუხედავად იმისა, რომ ქართველი უპირატესობას 7 ნომრიან მაისურს ანიჭებს, ვფიქრობ 77 უკვე ისტორიის ნაწილია. იმ ისტორიის, რომელიც ქართველმა ნეაპოლში დაწერა. 7 ნომრიანი მაისური კი დავტოვოთ ახალი კლუბისთვის და ახალი ისტორიისთვის. შეგახსენებთ, რომ სეტან და სეტეს კონტრაქტი კვლავ გადაუჭრელი პრობლემაა. ის ახლა შვებულებაშია და ნაპოლის 25 ივლისს კასტელ დი სანგროში შეკრებაზე უნდა შეუერთდეს. კვარას იტალიაში დაბრუნებას ნაპოლის ახალ მწვრთნელთან ანტონიო კონტესთან ერთად ელოდება გულშემატკივარიც. მათ შორის ნაპოლის ისეთი ყოფილი ფეხბურთელები, როგორიცაა კალიდუ კულიბალი და დრის მერტენსი. ფეხბურთელებმა ქართველზე მოკლე, მაგრამ სასიამოვნო კომენტარები გააკეთეს. ხვიჩას ბრწყინვალე ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. იმედი მაქვს ნაპოლიში მოტივირებული დაბრუნდება და იქნება ის ჯადოქარი, რომელიც 2 წლის წინ იყო. ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ შეიძლება კვარა ვინმეს არ მოსწონდეს? ის არის ფეხბურთელი, რომელიც პიესებს მოედანზე დგამს და ფეხბურთის საყურებლად სტადიონზე გულშემატკივარი სწორედ მისნაირი მოთამაშეების ცოცხლად საყურებლად დადის. 2023 წელს ნაპოლის მიერ მოგებული სკუდეტო მეტწილად ქართველი ლეგიონერის დამსახურება. ახლა კი სანამ კვარა ნაპოლიში დაბრუნდება, გეტყვით, რომ გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის გამო შესაძლოა ლიონი ნიგერიელმა ფორვარდმა 9 ნომრით მოთამაშე გიფტ ორბანმა დატოვოს. უფრო კონკრეტულად კი ფრანგული და ნიგერიული გამოცემები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ორბანი ლიონმა იჯარით გაუშვას. მათი აზრით, ევრო 2024-ის ოქროს ბუცის მფლობელი ორბანის ცხრიანის გამოთავისუფლებას ელოდება და სწორედ ამიტომ არ არის ცნობილი აქამდე, თუ რა ნომრით ითამაშებს ქართველი ფორვარდი ლიონში. აქვე გეტყვით, რომ გიორგი მიქაუტაძის ბევრისთვის მოულოდნელ ტრანსფერზე ლიონის სპორტულმა დირექტორმა
დევიდ ფრიომი საუბრა. როცა მოულოდნელობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ასეთი მუშაობის მიზანიც. ამას ყოველთვის მიზანმიმართულად არ ვაკეთებთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი იმის ოდნა იყო, თუ ვინ მყავდა ჩვენ სიაში პირველ ადგილზე და ეს გიორგი იყო. შესაბამისად, ჩვენ შეუმჩნევლად მოქმედებდით, მასთან ვურთიერთობდით. შემდეგ კი მთავარი ფეხბურთელის გადაწყვეტილება იყო. ჩვენის აქ უნდა მოგვეყვანა, აუხსენით პროექტი და რატომ გვსურდა ის. მართლაც მოულოდნელი იყო, მაგრამ ეს ჩვენი მისია იყო. დარწმუნებულები ვიყავით, რომ გიორგი დაბრუნდებოდა. ყოველთვის არის გარკვეული ეჭვები, რადგან ხანდახან ყველაფერს ვერ ვაკონტროლებთ, მაგრამ როცა საქმეს კარგად ვასრულებთ, ჩვეულებრივი პროცესით და საერთო სურვილით, მაშინ ეს გამოდის და ყველანი ბედნიერები ვართ. შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ლიონთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა და ფრანგებს ქართველში 18.5 მილიონი ევროს გადახდა მოუწიათ. მიქაუტაძე ახლა შვებულებაშია, თუმცა ახალ გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება. 19 წლის ლუკა პარკაძე კი რამდენიმე დღეა კომპანიის ხელმძღვანელობით მიუნხენის ბაიერნის პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა შემტევი გერმანულ კლუბში 2023 წლის ზაფხულიდან ირიცხება. თუმცა ის ბაიერნმა გასულ აგვისტოში სათამაშო პრაქტიკისთვის ავსტრიულ ადმირაში იჯარით გაუშვა. ტრავმიანობის გამო მან იქ მხოლოდ ერთი შეხვედრა ითამაშა. სეზონის დამთავრების შემდეგ კი ის ბაიერნის ახალგაზრდულ გუნდს დაუბრუნდა და მზადება ავსტრიაში დაიწყო. აღსანიშნავია, რომ კომპანიამ კლუბის ახალგაზრდა მოთამაშეებს სიტყვითაც მიმართა. აქ მოვედით თქვენთან შესახვედრად. მე მინდა გითხრათ, რამდენად კმაყოფილი ვარ, რომ ხედავთ თქვენ, ბიჭებო, ახალგაზრდა მოთამაშეებს. მე ყოველთვის ვფიქრობ, რომ თქვენ ხართ თქვენი კარიერის შესანიშნავ სტადიაზე. ზოგჯერ ამის გაანალიზება რთულია, მაგრამ მენდეთ, თქვენ მსოფლიოში საუკეთესო სამსახური გაქვთ. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე ლუკა კარგ ფორმაშია, თუმცა მისი მომავალი უცნობია. შესაძლოა ქართველი ბაიერნში დარჩეს, ან დროებით ისევ სხვა კლუბში ითამაშოს. ყველაფერი ბაიერნის გადასაწყვეტია. ჩვენ რა თქმა უნდა იმედი დავიტოვოთ, რომ ქართველი ბაიერნში დარჩება, თუნდაც სარეზერვო გუნდში, სადაც მისი შესაძლებლობების წარმოჩენას შეძლებს. გიორგი კოჩორაშვილი კი ლევანტეს დატოვებასთან ახლოსა. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ევრო 2024-ზე წარმატებული თამაშის შემდეგ ქართველის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ამას ემატება ლევანტეს ფინანსური პრობლემები, რომლის მოგვარებასაც გუნდი ქართველის დახმარებით აპირებს. სწორედ ამიტომ ლევანტეს მის ტრანსფერზე ფიქსირებული თანხა არ დაუწესებია, თუმცა ცნობილია, რომ ისინი ქართველის გაყიდვას 5 მილიონზე ნაკლებად არ აპირებენ. ასევე ცნობილია, რომ კოჩორაშვილის დამატების სურვილი ლაციოს, ტორინოს და ვილიარეალს აქვს. ესპანური გამოცემების მიხედვით, ქართველთან ყველაზე ახლოს ვილიარეალია. ამ ეტაპზე სხვა დამატებითი დეტალი უცნობია. თქვენ რას ფიქრობთ გიორგის ვილიარეალში გადასვლაზე? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. მე კი ბოლოს მოკლედ გეტყვით, რომ სან ანტონიო სპურსმა სანდრო მამუკელაშვილს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. ოფიციალურად კონტრაქტის დეტალები უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, სანდრომ 1 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა და ის 2.2 მილიონ დოლარს მიიღებს. წარმატებები ყველა ქართველ სპორტსმენს. თქვენ კი თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, რომ არ გამოგრჩეთ ქართული სპორტსმენების შემდგომი აქტივობა. და ეს არის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.